პროცედურები რატომ მოვითხოვეთ ჩვენ ოპოზიციის წარმომადგენლებმა? იმიტომ რომ ბატონი დავით რაზმაძის განცხადებები, რომელიც მაღალი ავტორიტეტულობის მქონე საერთაშორისო გამოცემაში დაიბეჭდა, ეს იყო შეურაცხყოფა ყველა თითოეული ქართველის, ეს იყო შეურაცხყოფა გმირების ოჯახის და თითოეული მოქალაქის, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი, რას ნიშნავს რუსული ოკუპაცია. პირადად ჩემი პირადი აზრი არის, რომ ეს ბატონმა დავითმა გააკეთა იმისთვის, რომ რუსებისთვის იამბებინა, იმიტომ რომ დაბომბილი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე იმას რო იტყვის, რომ ჩვენი ბრალი იყო, ჩვენი ხელისუფლების ბრალი იყო ყველაფერი და რუსები მშვიდობის მყოფელები არიანო. აბა რაღა საერთაშორისო მხარდაჭერა უნდა მიიღოს ამ შემთხვევაში ქვეყანა, მაგრამ ამის პოლიტიკურ შეფასებას ახლა არ დავიწყებ. ერთადერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანი მინდა რომ გავაჟღერო ამ ჩემს გამოსვლაში არის ის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ბატონ დავითს ჰქონდა იმისი შანსი, რომ გამოსულიყო, ბოდიში მოეხადა საზოგადოებისთვის, აეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და თავადვე მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც ყველაზე რელევანტური იქნებოდა ამ შემთხვევაში და გამოეყვანა თავისი პოლიტიკური გუნდი ამ უხერხულობისგან, რომელიც დღეს შეექმნა თითოეულ თქვენგანს. მაგრამ ამის ნაცვლად ჯერ რამდენიმე ხნიანი დუმილი ამჯობინა ბატონმა დავითმა და შემდეგ დღეში გამოვიდა ერთ-ერთი მედია საშუალებების ეთერში და აქ ჟურნალისტთა ბრალას სიცრუეში დაადანაშაულა და ჟურნალისტი რომელსაც ომის გაშუქებაში პრიზი არ არის დარჩენილი საერთაშორისო, რომელიც მიღებული არ ქონდეს, ჟურნალისტი დაადანაშაულა მოსყიდულობაში და სიცრუის გავრცელებაში. ეს იყო ბოლო წერტილი, რომლითაც მან ამოწურა საკუთარი შანსი და ქართული ოცნების წარმომადგენლებს მოგმართავთ. თუ თქვენ დღეს არ დაუჭერთ მხარს თავმჯდომარის დავით რაზმაძის იმპიჩმენტის საკითხს და არ მიიღებთ ადეკვატურ გადაწყვეტილებას, იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა გთხოვთ, მაშინ გამოდის, რომ თქვენც იზიარებთ მის მიერ გამოთქმულ მოღალატეობრივ განცხადებებს უერთდებით და თქვენც ხართ იმ